გამარჯობა, ლილი ხეჩუაშვილი გახლავთ დღეს ჩვენთან სტუმრად. ლილი არის ფსიქოლოგი, თსეუს ასოცირებული პროფესორი. დიდი მადლობა შენი დროისთვის და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მე მაინტერესებს ორი ძირითადი თემა შენგან. ეს არის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების გავლენა ჩვენზე, მოქალაქეებზე, იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ვიმყოფებით. იმიტომ რომ მოდის ძალიან მზარდად და სწრაფი ინფორმაციის ნაკადი, რომლის გადამუშავებასაც ვეღარ ვახერხებთ, იმდენად სწრაფად მოდის და იმდენად ცვალებადი არის ეს ინფორმაციები, საბოლოო ჯამში რაღაცეები ილექება, თუმცა რეაგირება გვაქვს ნულოვანი, ან ყოველ შემთხვევაში მინიმალური. რასთან გვაქვს საქმე? პირველი რაც მომწონს, მადლობა მოწვევისთვის, გიორგი. პირველი პასუხი ხა რაც მომივიდა ეს სპონტანურად თავში, საქმე გვაქვს ომთან. აი ძალიან მარტივად. და ომი მაინდა-მაინც არ არის, ჩემზე კეთ მოგეხსენება, ომი არ არის, მაინდა-მაინც ის რომ იარაღი ავისხათ და ერთმანეთი ფიზიკურად ვხოცოთ ადამიანებმა, ხო? თანამედროვე რეალობაში საინფორმაციო ომი არის ის ომი, რასაც ვიგებთან ვაგებთ. და სამწუხაროდ ეს საინფორმაციო ომი ძალიან დიდი ხანია დაწყებულია, იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჩვენ საერთოდ მივხვდით, გავაცნობიერეთ, ვიგრძენით და შედეგები დავინახეთ. აი ეს ამასთან გვაქვს საქმე ძალიან მოკლედ რო გითხრა. კიდე სხვანაირად რო გიპასუხო, უფრო კარგად რო ჩავხედოთ, ასე ვთქვათ, გამადიდებელი შუშით, საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ, დიდი ხნით ადრე ნაფიქრ გაწერილ, ნაბიჯ-ნაბიჯ გააზრებულ და შექმნილ სცენართან, რომელსაც ვიღაც, მოდი ესე თავარქვათ, ვიღაც ძალა, რომელიც არ არის შიდა ძალა, თუმცა შიდა ხელებით ხორციელდება, ახორციელებს ძალიან ნელა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ძალიან ნელა, რაც მას შეუმჩნეველს ხდის, რაც ილექებაო შენ თქვი, ხო? აი ესე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ილექება ჩვენს ცნობიერებაში თუ არაცნობიერში, ისე რომ მე შედეგი შენ ერთ დღეს გვაქვს სახეზე. ანუ ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებულ გეგმასთან და სცენართან გვაქვს საქმე. რომელსაც ჩვენ ახლა საინფორმაციო ომს დაუძახებთ, ფსიქოლოგიურ ოპერაციებს დაუძახებთ, იდეოლოგიის შივს დაუძახებთ თუ ტვინების გამორეცხვას თუ პოლიტიკის გატარებას, აბსოლუტურად არ იცვლება არსი. არსი არის ის, რომ ვიღაცებმა რაღაც ძალამ, არ ვაკონკრეტებ ახლა, ანუ მექანიზმს რო შევხედოთ რა, კონკრეტული მიზანი დაისახა და ესე ხდება ნებისმიერი მიზნის შემთხვევაში, არაფერი სხვა პატერნი არ არის, უბრალოდ ძალიან დიდ მასშტაბზეა ლაპარაკი. კონკრეტული მიზანი არსებობს და ამ მიზნისკენ მისასვლელი გზა, ნაბიჯები არის ძალიან დეტალურად, სკრუპულოზურად გაწერილი. როგორც მენეჯმენტშიც, როგორც ასწავლიან ხოლმე რა არის მიზანი, ეს მიზანი რომ მივიღოთ კონკრეტული დრო, ადგილი, ვადები, პირობები და სიტუაცია უნდა მქონდეს კარგად წარმოდგენილი და გააზრებული, ეს მიზანი უნდა ქვემიზნებად ჩავშალო, თითოეულ ქვემიზნას გავუკეთო თავისი ოპერაციონალიზაცია, თავისი აღწერილობა მივცე, ასე ვთქვათ, და თითოეულ ქვემიზნამდე მისასვლელი ნაბიჯები გავთვალო. თითოეული ნაბიჯი გავწერო თავისი წინაპირობით, პროცესით, მასალებით, რა მჭირდება, როგორ მჭირდება, რა შედეგს უნდა მივახციოთ, ამას ნელ-ნელა დავაშენებ. აი ესე გაწერილი არ ვიცი, 15 წლიანი, 20 წლიანი, 25 თუ 30 წლიანი პროცესია, არ ვიცი რამდენ წლიანი, ეს ჩემ კომპეტენციას ცილდება, მაგრამ მაგ 1 და 2 წელიწადზე ნამდვილად არ ვლაპარაკობთ, არც 5-ზე და არც 10-ზე. გაცილებით ხანგრძლივ პროცესია ლაპარაკი, ზუსტად იმიტომ, რომ ეს მოხდეს ნელა და ნელ-ნელა თაობები გაიზარდოს, აი ესე ჩაჟღენთილი, ჩაჟონილი, არაცნობიერი, თუნდაც ქვესგულბოვანი ინფორმაციით, მოდი ესე ვთქვათ რა. კი ამბობ რომ ნელაო და მოკვე, მაგრამ ეს ინფორმაციები იმდენად სწრაფად მოდის რაღაცა ცვლილებების თაობაზე, თან უარყოფით კონტექსტში, ხო? რომ თლათ ესე ნელაც აღარ არის. აი საქმეც ეს არის, ნახე, იყო ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, ძირითადი პროცესი, რომელიც მიდიოდა შეუმჩნევლად და ნელა, ანუ ზუმაუთი რო გააკეთოთ, ძალიან ბევრ ინდიკატორს ვიპოვით, რა ხდებოდა ჩვენ საზოგადოებაში, როგორ ხდებოდა. იქ სადღაც, აი ძალიან პირობითად ვამბობ, ახლა მაგალითის ზონაზე, სადღაც რომელიღაცა გზაზე ავარია მოხდა, მე იქ სადღაც რაღაცა აფეთქდა, იქ მე სადღაც აფთიაქი გაიხსნა, მე იქ რაღაცა ბანაკი გაიმართა, მე იქ სადღაც სწავლება იყო, მე იქ ვიღაცა სადღაც დაიჭრა, მე იქ რაღაც სუპერმარკეტი გაიხსნა, ანუ
თითქოს ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინდიკატორები, რომლებიც უმაოთ რომ გავაკეთებ, ძალიან კარგად ჩანს. მე რო შეხედო რა პროდუქტი იყიდება. ხალხი, ანუ სულ სხვა კუთხიდან რო შეხედო რა, ვინ ზის კოფიშოპში მაგალითად, ვინები მუშაობენ, აი ნობანდები რო შემოვიდნენ თუნდაც, ხო? ანუ არავის არ ვერჩი, არავის პიროვნულად არ გულისხმობ, მაგრამ ბევრი ინდიკატორი, ხა ეს მაგალითად დავასახელე რაღაცა, ბევრი ინდიკატორი შეიძლება ვიპოვოთ, რომელიც ზუსტად ამ ნელ-ნელ ნაბიჯებს გულისხმობს თარგეტირებულად სხვადასხვა სეგმენტზე. სახელმწიფო მოხელეები, ვიღაცებს ხელფასი გაეზარდათ, ვიღაცებს რაღაცა ბენეფიტები დაემატათ. იქ მე სამაგიეროდ რაღაცა პატარა შეზღუდვა მოუწიათ. მე რა რომ შეიძლება სამაგიეროდ ნახე, ხელფასი 500 ლარით გამეზარდა, პირობითად თუ ამბობ ხა. რაღაცა დისკომფორტია, მაგრამ ამის ხარჯი ეს პატარა დისკომფორტებს არანაირად ყურადღებას არ ვაქცევთ, იქ ნიუსებში რაღაცა მიდის, არ ვაქცევთ ყურადღებას და ამასობაში თაობები ისდება, ხო? ნელ-ნელა რაღაცები იცვლება და როგორც კი რაღაცა კრიტიკულ რაოდენობას, რაღაცა ზღურბს მიაღწევს, მერე როდესაც ის ვიღაცა არქიტექტორი, ვინც ამას გეგმავს, მოდი ესე ვთქვათ, როგორც კი ყველა ინდიკატორია იმისა, რომ აი ეს მოცემულობა, ეს ერთეული საზოგადოება, ადამიანის ჯგუფი მზად არის, რომ პირდაპირ დარტყმას გაუმკლავდეს, всё, მე უკვე არანაირი დიპლომატია, არანაირი ნელი და ჩუმი შემოვლითი გზები აღარ არის საჭირო. ძალიან ღიად გაიხსნა, პირდაპირ გაიხსნა, აი როდესაც რუსულ კანონზე დაიწყეს ლაპარაკი და რა ხდებოდა ქალაქში და ქვეყანაში გახსოვს, ხო? ზღვა ხალხი მოძრაობდა. ეს იყო მოთელვა. აი შარშან 28 ნოემბერს რაც აი ესე მაღაზე პირდაპირი განაცხადი უკვე აღარ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი დემონსტრაციაა და პროტესტია და აქციაა და რამდენი უბედურება გადაგვდა თავს, ხო? ეხლა მე ნელ-ნელა უკვე აქსელერირდა ტემპი. სადღაცამდე მივიდა საზოგადოება, მიიყვანეს საზოგადოება, რომ ტვინების გამორეცხვა მეტი არაფერი, ძალიან ისეთ უხეშად ვამბობ, მაგრამ რომ შეხედო არსი ეგ არის, რომ ერთი ამორეცხო და სხვა რაღაცა ჩადოში. ნუ ეს ნელ-ნელა გამორეცხვაც იმიტომ არის, ხო? ნელ-ნელა შეცვალო იმ ჭურჭელში ის რაც შიგნით დგას. და მე როგორ როდესაც თითქმის ბოლომდე შეცვლილია, მე ერთიანად შეგვიძლია ჩაასხა ის სითხე, რა სითხეს გინდა რომ ჩაასხა. ამიტომაც აი ბოლო ერთი წელიწადი უკვე ინტენსიურად ნახეთ რომ დააკვირდა თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებებს, ხო? ახლა მე არა ვარ იურისტი, არც კანონმდებელი დეტალებში ვერ წავალ, მაგრამ ჩვეულებრივ რიგითი მოქალაქის დონეზე რასაც უყურებ, რამდენ ხანში ერთხელ იყო ცვლილება და ეხლა რა ხდება? აქსელერირებულია უფრო და უფრო აჩქარებით მოძრაობთ, რა თანაბარი სიჩქარით კი არ მოძრაობთ, აჩქარებით მოძრაობთ და დღე არ გავა რომ რაღაცა ახალი არ იყოს. ამითი ნახე რა ხდება წეღან რაც შენ თქვი. ერთი ის რომ მე ვერ ვასწრებ გადამუშავებას, უფრო წინიდან დავიწყოთ. მთელი წელიწადი არის აქციები, მთელი წელიწადი არის პროტესტი. იმის ფონზე რომ იჭერენ, ცემენ, ასახიჩრებენ, აჯარიმებენ, არ ვიცი 1000 უბედურება ხდება, ხო? გახმაურებული თუ გაუხმაურებელი кейსები. რა ემართება ნახე საზოგადოებას დესენსიტიზაცია ხდება. ანუ გრძნობელობა გვიქვეითდება. უფრო და უფრო მეტი უბედურება უნდა მოხდეს, რომ რუსთაველზე ხალხი შეიკრიბოს და იმდენი რაოდენობა იყოს, რომ გზა გადაიკეტოს. ანუ ნაკლებად მგრძნობიარებით და ტოლერანტობა იზრდება იმისადმი, რაც ხდება. გვინდა, არ გვინდა, ეგრეა. ამას ეს რითი მიიღწევა, ნახე იგნორით. იქ რო 10,000-ობით ადამიანი იდგა, დარბევები, მერე პაუზა, მერე დარბევები, მერე პაუზა, ხალხი ნელ-ნელა შემცირდა, მაგრამ მაინც სისტემატურად იყო, ხო, ხალხი. ეხლა არის საღამოები, ყოველ საღამოს მივდივარ და ვნახულობ. ყოველ საღამოს ხალხი აღარ არის იმდენი, რომ გზა გადაიკეტოს. იგნორმა თავისი საქმე გაქვს, ის ქცევა ჩაქრა. რაც უფრო მეტი იყო იმათი მხრიდან წინააღმდეგობა, მით მეტი ხალხი მიდიოდა ყოველ ჯერზე, ხო, გავიხსენოთ როგორ იყო. პროტესტი იყო, იმიტომ რომ იქიდან გირტყავდა, შენ უდგებოდი წინ. ეხლა იქიდან არავინ აღარ გიდგას, ესე ღიად. ფიზიკურად არავინ არ გიდგას, შესაბამისად რაღაცა პროტესტები, ანუ ხატი არ არის, იგნორია იქით ამ მხრიდან, ესეთი იჩხუბებენ, იყაყანებენ და ნელ-ნელა მობეზდება და დაიშლებიან. ხო, ზუსტად მაგ ნარატივით, მაგ განცხადებებსაც აკეთებენ, რომ მობეზდება ცოტანი არიან და ზუსტად ეგ ხდება, ნახე, ზუსტად ესეც იმ ოპერაციების ნაწილია. და ხალხი, რომელსაც უკვე აღარც мотиваცია აქვს, აღარც რწმენა აქვს, ინერციით შეიძლება აკეთებდა რაღაცებს, აი ამ ფონზე რას ეკეთებ? ნახე, ერთი აქცევა რომ იქ აღარ გადიხარ, ან გადიხარ, მაგრამ იშვიათად. და მეორეა, რომ აღარ უყურებ, აღარ უსმენ. იმიტომ რომ იმდენად დიდია ნაკადი, როგორც შენ თქვი, რომ მე თუ მუშაობ და მე თუ რაღაცა საქმით ვარ დაკავებული,
ფიზიკურად რესურსი არ მყოფნის, რომ მე იმას უყური, იმიტომ კი რომ ნეგატიურია თუ პოზიტიურია, უბრალოდ იმდენად ბევრია, რომ ვეღარ ვეწევი და რაღაცა მომენტში, აი კოვიდის დროს როგორც იყო, ყოველდღე რომ ვუსმენდით ანგარიშს და მე გადავწყვიტოთ, რომ აღარ ვუსმენთ. რამდენი ხალხი დაიხოცა და სად რა მოხდა, აღარ ვუყურებთ, რომ ჩვენი რაღაცა შინაგანი ბალანსი და ფსიქიკური მეტნაკლებად ჯანმრთელობა შეგვენარჩუნებინა, ხო? დაახლოებით იგივე თვითგადარჩენის ინსტინქტი. რაღაცა ნაწილს ფსიქიკური აშლილობაც აქვს ეგ უკვე უკვე ეს, შემდეგი ეტაპია, ჯერ ნახე ამას ჩავათავებ. და იმის ფონზე რომ მე ნახე, იქ ნაკლებად მივდივარ, ტელევიზორს არ უყურებ, ინტერნეტში ვახტები იმ ინფორმაციას, სადაც შეიძლება ჰედლაინები წავიკითხო მარტო და დეტალები აღარ ვიცი რა ხდება. უფრო და უფრო მეც მაყრია შესაბამისად, უფრო და უფრო ბევრი მაქვს გადასამუშავებელი, რასაც არ ვაკეთებ, ვეღარ ვაკეთებ. ანუ ჩვენ სისტემას რაღაცა ზღვარი აქვს, ხო, ლიმიტი აქვს, რამდენის გადამუშავება შემიძლია, ისე რომ გადავამუშავო, დავიინტეგრირო, გავიაზრო, სახელი დავარქვა, ემოციური დამოკიდებულება მქონდეს და მე ვიცოდე როგორ მოვექცია მას, რა გავაკეთო მე ამ სიტუაციაში. მე თუ ამჯერს არ გავდივარ, ეს რაღაცა რჩება ეს HR-ში, გან არ ილექვა, ზუსტადაც ისე შემოდის, რომ ჩემი აი მთელი ამ კოგნიტური პროცესის გავლით კი არ შემოდის, ჩემთან ამისი გვერდისავლით შემოდის და სადღაც იქ ჯდება, რომელიც მე რომ გამომქაჩავენ ის ტრიგერი ამუშავდება სადღაც რა. სადღაც ნელი მოქმედების ბომბისავით არის ეს. ამიტომ ამ ზღვა ინფორმაციას რომ ვერაუდივართ, ვერიდებით, რო ვერიდებით ვეღარ ვამუშავებთ, საქმის კურსშიც აღარ ვართ და მოდის. და ესეც იმ ოპერაციების ნაწილია, რომ განდგე თითქოს შენ არ გეხება, მაგრამ როგორ არ გეხება? თითქოს არ მოქმედებს, მაგრამ როგორ არ მოქმედებს? ზუსტად ეს არის, ნახე, ბევრს რო ვუსმენ და იმ მომენტში რომ ნერვები მეშლება, ეს ხანმოკლე ეფექტია და ამას რო არ ვაკეთებ და ეს რომ მაინც ილექება და მაინც შემოდის, ქუჩაში იგრძნობა, ხო? უბრალოდ იგრძნობა ცვლილებები. სულ დეტალები არ იცოდეს ადამიანმა, ეს უკვე ხანგრძლივი ეფექტის მქონეა და აშლილობები ახსენე. ხო, ნახე, თან როგორი ტაიმინგია შემთხვევითობების მე არ მჯერა. არანაირად ვერ მჯერა. ყველაფერს აქვს თავისი მიზეშადოგობრივი ხაზი, ასე ვთქვათ რა. ტაიმინგი ნახე როგორია, კოვიდიდან არ ვიყავით ამოსუნთქულები, რომ ეს ამბავი დაიწყო. კოვიდმა რაც გააკეთა იმ ჩაკეტვამ, ყველაფერმა მოკეთ რაც გამოვიეთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ უნიკალურები, ბევრგან ყველგან ესე მოხდა, ხო? თუ რამე იყო მოწყვლადი ფსიქიკაში და ფიზიკურ სხეულში, ყველაფერი ამოეყარათ ადამიანებს. მოიმატა შფოთვითი აშლილობების წილმა ინტენსიურად, მოიმატა მოსაზღვრე მდგომარეობების აშლილობების წილმა, მოიმატა მომართიანობამ, ფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან, ფსიქოთერაპევტებთან, გაურკვეველი განუსაზღვრელი შფოთვით. შარშან აქციები რო დაიწყო, აქციების დაწყებასთან ერთად კიდე მეტად მოიმატა აი ამ სასოწარკვეთის, დაუცველობის, ბრაზის, შფოთვის მდგომარეობებმა. მახსოვს ჩვენ უფასოდ და უანგაროდ მუშაობდით რაღაცა პერიოდი, რამდენიმე ჯგუფი მე და ჩემმა კოლეგებმა ჩემთან გავაკეთეთ ცენტრში, უბრალოდ რომ რაღაცა მხარდაჭერა მიგვეცა იმ ადამიანებისთვის და მახსოვს გაცნობის პირველი სიტყვიდანვე ცრემლები მოსდიოდათ ადამიანებს. ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან ბევრია ამისი დატევა და მე ეს ან მიდის რაღაცა დიაგნოზში და რაღაც კონკრეტულ ჩარჩოში ჯდება, რაც კარგია, ცუდი ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ფაქტია, რომ ეს შფოთვის, დაუცველობის, უმწეობის, გამოუვალობის და გაჭედილობის განცდა მატულობს საზოგადოებაში და საზოგადოება კიდე თითოეული ჩვენგანი ვართ რა. ვიღაცა მეტად უმკლავდება, ვიღაცა ნაკლებად უმკლავდება, მაგრამ ეს ფონი არის, ცხადია. ესეც იმის ნაწილია, რომ ეს გქონდეს საზრუნავი, რომ შენ ღამეში და დაიძინო და შულს თავზე არ დააცხრე ყველა დეტალზე და არ ეჩხუბო, იმიტომ რომ შინ წონასწორობა გაქვს დაკარგული, ფინანსიც აქეთკენ წარმართო და რაღაცებისთვის მე რესურსი აღარ გრჩება. აი საზოგადოებაზე ვსაუბრობთ და უნდა გკითხო ესეთი რაღაცა. ორი ნაწილისგან შემდგარი კითხვა. ერთი რომ მექანიზმზე, როდესაც საუბრობდი, ამ მექანიზმებში არის ასაკობრივი ჯგუფები, ხო, ანუ შედარებით უფროსები, ჩვენი ასაკის, პატარა ასაკის, დაბალი და არის ამ მექანიზმებში ერთგვარი ინსტრუმენტები, პირობითად სოციალური ქსელები იქნება, ტელერადიო მაუწყებლობა იქნება თუ სხვა საშუალებები სოციალური ქსელების და არის კიდევ ის, რომ ამის შედეგად ასე ვთქვათ,
ცრუ ნარატივების გავრცელება, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ასევე, რასაც შენაობდი, ილექება საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივ ფენაში და საბოლოო ჯამში იწვევს რაღაცა შედეგს. აი მაგ შედეგზეც მინდა, რას იწვევს, რომ ვისაუბროთ, თუმცა აი ამ ასაკობრივ თემაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება. ხო, სეგმენტებით ხო, სამიზნე ჯგუფები და სეგმენტებით ხო, მე მგონი წაღან ვახსენე, ხო? ესეც ძალიან კარგად არის გათვლილი, რომელ სეგმენტს რა ენით უნდა ელაპარაკო. ანუ ყველას თავისი ენა აქვს, თავისი არხი აქვს საკომუნიკაციო, ასე ვთქვათ რა. და თან ეს არის, რომ კომუნიკაცია მარტო ენა არ არის, კომუნიკაცია უფრო დიდი წილი ენის მიღმა, ანუ ლინგვისტური საშუალებების მიღმა, რაც არის ტონი, ხმა, ტემბრი, ტემპი, ინტონაცია და არავერბალური გამოხატულების საშუალებები, რომლითაც გაცილებით მეტი ინფორმაცია მოდის, ვიდრე სიტყვები და ჩვენი სისტემა იმას უფრო ადვილად ისრუტავს, ვიდრე სიტყვებს. ესეც არის რა. თუნდაც ეხლა ეცი რა გამახსენდა, ეს ვიდეო კობახიძის სახე რო საერთოდ არ ქონდა და 1000 მიმი დაიდო და 1000 მიმი გაკეთდა. ესეც თვითტირაჟირებაა რა. ის მიმი გვეცინება, მაგრამ ვიღაცა უყურებს და ვიღაცა აღთავანებულია, რომ აუ რა მაგარია ესეთი წნევა, წნეხია და ნერვი არ უტოქდება რა, ტიპს, როგორი გამძლეა, როგორი მედეგია, როგორი მყარია და ძლიერი, ხო? ესეც ანუ ბევრი შრია აქვს რა, უამრავი შრი არის, რომელიც შეიძლება საფუძველი გახდეს სხვადასხვანაირი ნარატივის და ყველა სეგმენტი სხვადასხვანაირად იღებს. დაწყებული ბავშვებიდან, რომლებიც უსმენენ მშობლებს და სახლში უსმენენ ტელევიზორს, დამთავრებული იმ ხალხით, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდე ნოსტალგიური ადგილად აქვთ და ჯერ კიდე ენატრებათ, რომ აი იქ. თუნდაც ის, რომ რუსული ჟღერს ინტენსიურად ჩვენთან, არ ჩავშლი ახლა ყველა ვიცი მენიუ, ქუჩაში, სადღაც, ხო? ყველაფერი ამ რაღაცა დიდი რაღაცის ნაწილებია. ის, რომ სოციალური ქსელი არსებობს, იმედი არა გვიგზავენ მაგასაც რაღაცა მომენტში იმ სცენარის მიხედვით და ინტერნეტი არსებობს და ძალიან ხელმისაწვდომია ინფორმაცია და ყველაფერი შეუძლია დაპოსტოს. ეს და ვინ გაარჩევს სად სიცრუეა და სად სიმართლე, ხო? ეს კიდე თავისას შვება, პლუს ერთ-ერთი რაც არის ხოლმე დამარწმუნებელ კომუნიკაციაში, გარდა არავერბალური მანიშნებლების და არხებისა არის გამეორების თემა. ხშირად რო ერთი და იგივეს იმეორებ, მე იჯერებს ადამიანი ამას. ემოციურად რო ეუბნები, იჯერებს ამას ადამიანი, რო ამბობს, რომ ვიღაცა რო გეუბნება სადღაც ავტორიტეტული ტელევიზორში ხო ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანები გამოდიან, ვიღაცა რო გეუბნება, რომ იმათ რას უსმენ, კაცო, მე იმას შევხვდი და ესე ველაპარაკე და იმან ესე მითხრა და ევროპაში იქ რაღაცა საშინელებები ხდება, ვიღაცა ვისაც 100 წელი არ უნახავს ის ევროპა როგორ გამოიყურება და ის რო ნამყოფი და იმას ევროპაში არ ნასწავლი და იქ რო კაი ყოფილიყო ხო დარჩებოდა, ხა ერთ-ერთ ბივატელ ნარატივს ყვები რა, რაც ვერსიას, რაც შეიძლება, როგორც შეიძლება ფიქრობდეს ვიღაცა რიგითი ადამიანი, რომელზეც ზუსტად გათვლილია ეს, რომ ევროპაში განათლება მიღებული ადამიანი რო დაბრუნდა და აქ რო ხა ამბობს იქ ცუდია და იქ რაღაცა ქართველობას წაგვართმევენ და 1000 აბსურდი. ხო, ჯერავს იმას. აბა ის იმას როგორ მიაღწევდა, რომ ის ანუ ერთ-ერთი ნარატივი ეს არის გამეორება, ინტონაცია, ემოცია. ახლა გამახსენდა ამერიკაში რომელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა მოიგო ბოლოს არჩევნები საარჩევნო პროგრამით. პირდაპირ ემოციური მესიჯებით იგებს. რა შუშტავდა ტრამპი აგერ ყავს, ხო? და უამრავი ესეთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. ანუ ძალიან მოდი ესე ვთქვათ რა, იმდენად დიდია სივრცე, სადაც შეიძლება ინფორმაცია გაუშვა და ჭრელი ინფორმაცია გაუშვა, იმის გადარჩევას, მით უმეტეს აი უფროსი ასაკის ადამიანები რო აიღო, ვისაც აქვს წვდომა ამ სოციალურ ქსელებზე, მაგრამ რაღაცა დეტალებში ვერ ერკვევიან. რეკლამა, რომელიც ხა ხელოვნური ინტელექტის პირობებში მით უმეტეს იმისთანა რა კარგია საბჭოთა კავშირი, ან რა, იმიტომ რომ მაშინ ის ახალგაზრდა იყო და თავის ახალგაზრდობა ელაპარაკება და არა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ამას მე მოყვება იქ ნიუსვიჩი შესაბამისი ამბები და всё შეზღუდულია უკვე რა. იმ თარგში ზის,
იმ თარგიდან, იმ ფილტრიდან უყურებს რეალობას და ყველა სამიზნე ჯგუფს თავისი ფილტრი მოუძებნეს. ხო, აი ზუსტად ეგ მინდა, მაგაზე მინდა რომ გთხოვო კიდე მეტი ჩაშლა, ხო? ანუ შემდეგი ასაკობრივი ჯგუფის რაღაცა მიზანი არის ის, რომ აი ევროპა რაც უდია, დასავლეთი რაც უდია, ის გარყვნილია, ეს უდია, ეს რაღაცა და უმცროსებში როგორ მოქმედებს? აი ვინც TikTok-ის და ასე შემდეგ მე ყველაზე ნაკლებად ვიცი სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ თითქმის არ მაქვს შეხება სტუდენტების ქვემოთ. მაგრამ იცი რა არის ალბათ იქ თავისი ახე TikTok-ზე სხვა ენით უნდა ელაპარაკო. ხო ეს არის კიდე ნახე, მოკლე პატარ-პატარა შეტყობინებები, რისი დატევაც შეუძლია შესაბამისი ასაკის მქონე გონებას რა. ამით უმეტეს ამ ახალ თაობას ხანგრძლივი ყურადღების კონცენტრირება ნაკლებად გამოздეთ ვიზუალური და აუდიალური ტიპები არიან, უფრო უყურებენ, ხო? სკროლავენ და უყურებენ. TikTok-ზე ალბათ სხვა ნარატივია, სიმართლე გითხრა, უბრალოდ არ ვიცი ეგ. რატომ იმუშავა ძალიან ეფექტურად ჩვენთან და არა მხოლოდ ჩვენთან გზავნილმა, რომ დასავლეთი ომში ჩაგვითრევს? ხო, თართო კითხავს მისვავე ხა? ხო, ეს ხო რაღაც ანუ შენაც წამოვდი თავიდან, ხო? ანუ ეს პროცესია, შესწავლა მიმდინარეობდა, ყველაფერი, ჩვენი ფსიქოტიპი იციან, ჩვენი ქცევა იციან, ასე შემდეგ ეს ომის ტრავმები რაც გაგვაჩნია, ხო, აი ომი გინდათ? ხო, ამან ხო იმუშავა ფაქტია, ხა ეს იყო ძირითადი სლოგანი, ხო? ხო, იცი რა არის? ალბათ მან დასავლეთი არ იყო სიტყვა გასაღები, ომი იყო სიტყვა გასაღები, რომელიც ემოციურად დატვირთულია ჩვენთვის. ბევრი თაობისთვის. და აქ არ არის მაინდა-მაინც იმაზე, რომ ჩვენ რო გვახსოვს აფხაზეთის ომის პერიოდი და მე 90-იანებში რა ხდებოდა, არ არის აუცილებელი ამის მოწმე იყოს ადამიანი, ახალგაზრდა თაობაზე ვამბობ, მეორეული ან ტრანსგენერაციული მეხსიერება ხომ მუშაობს, კულტურული მეხსიერება ხომ მუშაობს, იმათ ამბები ესმით. და ის ამბები ყოველთვის ემოციურად დატვირთულია, იმიტომ რომ ვიღაცები ყვებიან, ვინც იყვნენ იქ და იმას ემოცია მოაქვს იქიდან. იქ დასავლეთი იქნება, შორეული აღმოსავლეთი იქნება, იაპონია იქნება თუ ავსტრალია იქნება, რომელი სახელით არ უნდა ჩასვე, ხა თეორიულ სპეკულაციაში მივდივარ, მაგრამ ანუ ემოციის ლოგიკა ეგეთია. იქ ომია ქიბორდი. ომი გინდა? ხო არ გინდა ომი, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას. ეს ერთი სლოგანია ცალკე, ხო? რომ არა ომს, ჩვენ მშვიდობა გვინდა. და მე ის რომ დასავლეთი ესეთი და ამის ორის შეკვრა მე უკვე რომ თუ დასავლეთია, მაშინ ომი გვინდა. თუ ომი არ გვინდა, ესე იგი დასავლეთი, ანუ ესეთი გაუცნობიერებელ, არაცნობიერ შრეზე შექმნილი ასოციაცია, რომელიც იმ თავითვე ტრიგერდება, როგორც კი, ანუ ჩვეულებრივი ასოციაციის პავლოვისეული სტიმული რეაქციის ამბავია რა, ხედავ სიგნალს, ნერწყვი გამომეყვა, ხედავ სიგნალს. დასავლეთი ომი, დასავლეთი გარყვნილება. კი, ხშირი გამეორება, კი, აი ზუსტად მოკლე მესიჯები, თუნდაც კობახიძის გამოსვლები რო აიღო, მოკლე კონკრეტული მესიჯები, ძალიან ზუსტად გათვლილი, ხო, რაც ეხერხება, ხო? პატარა ფრაზები, ეს ფრაზა, ხშირად ეს ფრაზა, всё ასოციაცია უკვე არის. და იქ პირდაპირ შეიძლება არ გითხრას, რომ დასავლეთთან მეგობრობა ჩვენთან ომის დაწყების წინაპირ, ამას ესე პირდაპირ არავინ არ გეტყვა, ეს არის ზუსტად ის ფსიქოლოგიური ოპერაციების ამბავი, ხო? იქ ასოციაცია, აქ ასოციაცია, მე ეს ორი ელემენტი ასოცირდება ერთმანეთთან და შემდეგი ორიც უკვე შენ თვითონ ასოციირებ. შეიძლება ვერც კი აცნობიერებ, მაგრამ ეს დასავლეთი რო გესმის, ავტომატურად ეს რეაქცია მოგდის. კიდე ერთი საკითხი, რომელიც მინდა შემოვიტანო ჩვენ საუბარში, ეს არის დაპირისპირება თვითონ საზოგადოებაში, ხო? ანუ აი ამ ყველაფრის შემდეგ პრაქტიკულად ოჯახი არ დარჩა, სადაც არ ყოფილა რაღაცა კონფლიქტი, ხო, რაღაცა, ხო, ნუ ასე შემდეგ. ანუ აი ამ ოპერაციების მიზანი ეს ზიზღი, დაპირისპირება და ასე შემდეგ არის თუ რაღაცა კიდე ან რისთვის არის საბოლოო ჯამში? ცირარი არ ვიცი ხა მე ხო არ ვიცი რაც და რომ ვინ როგორ გეგმავს, თუმცა ესე თეორიულ სპეკულაციაში რო წავიდეთ და ლოგიკას რო გავყვეთ, არ მგონია, ჩემი სუბიექტური აზრია, პირდაპირი მიზანი იყოს, რომ ოჯახები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სამოქალაქო ომამდე მივიდეს, რაღაცა ყველაზე ტრაგიკული ამბავი ეგ არის, თუმცა ბუნებრივი გვერდითი ეფექტი არის ეს, რომელიც ისევ მათ წესქოლზე ასხავს წყალს. რომ მე და შენ თუ ერთ ოჯახში ვცხოვრობთ და მე სხვა აზრზე ვარ და შენ სხვა აზრზე ხარ, ჩვენ ერთმანეთთან კამათში ვატარებთ დროს, აბსოლუტურად აღმოჩნდება ენერგია სხვა რაღაცისთვის. ანუ საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონეზე გავჩერდეთ, ბაზისური მოთხოვნილება არის რომ არ მშიოდეს, არ მწყუროდეს და სახურავი მქონდეს, პირველი, მეორე არის რომ უსაფრთხოების განცდა მქონდეს, რომ ომი არ იქნება
და მე რო ვიღაცა გვერდით მყავდეს და всё. დანარჩენისთვის რაღაც მაღალ მატერიებზე სამშობლო პატრიოტიზმი, რაცა დიდი ღირებულებები, ამაზე საფიქრალი სივრცე ხო აღარ რჩება რეალურად. ანუ საშუალო ხო, სტატისტიკურად თავარი დღეს რაღაცა მოიხმარს, რაღაც შეჭამოს. ხო, კვადრა იქნება. არა და იმ ადამიანის ბრალი სულაც არ არის ეს, იმიტომ რომ ხა მასლოუს პირამიდას თუ მიუბრუნდებით, ის პირამიდა შეგვიძლია ამოვაყირავოთ და სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირად შეიძლება ყოველ კონკრეტულ кейსში იყოს და სადღაც ზედამოთხოვნილებას იქნაყოფილებს და შიერი იყოს ადამიანი, მაგრამ აი საშუალო სტატისტიკური ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა ქართველი, ამერიკელი თუ იაპონელი, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ეგრე ვართ მოწყობილი, რომ ჯერმე ფიზიკურად უნდა გადავრჩე. ფიზიკურად თუ არ გადავრჩი, არანაირი მაღალი მატერია ვერ დამაინტერესებს, ხო? თუ მე ფიზიკურად არ ვარ, არ ჩემი ფსიქიკა არის, არ ჩემი თავისუფალება და არ ჩემი პატრიოტიზმი არ არის არსად. ფიზიკურად უნდა ვარსებობდე. ამიტომ ფიზიკური გადარჩენა ბუნებრივი ინსტინქტია და ფიზიკური გადარჩენისთვის მჭირდება, რომ ენერგია მივიღო, ხო? და ენერგიას მარტო საკვებით არ ვიღებ, ენერგიას ვიღებ მეორე ადამიანი რომ მყავს გვერდზე, იმიტომ რომ ადამიანი სოციალური ცხოველია. და ეს არის ბაზისური მოთხოვნილება, ჩემნაირი მყავდეს, საჭმელი მქონდეს, თობს არავინ მესროდეს და წვიმა არ ჩამომდიოდეს. და ბელორუსულ და რუსულ მოდელზე რო ვლაპარაკობდით. ზუსტად ეგ სცენარია რა, რომ ჩამოწიო მარჟა რომ რაღაც მაღალ იმაზე კი არ ვიფიქრო მე უნივერსიტეტის პროფესორმა რომ რაღაცა ახალი შევთავაზო სტუდენტებს დაუშვათ რა და გავაუმჯობესო და რაღაცა შემოვიტანო ინოვაცია. არა იმაზე უნდა ვიფიქრო რომ ხვალსამსახური მექნება თუ არა, რომ ხელფას მომცემენ თუ არა. ანუ ამ ტენდენცი მაგალითად მომყავს ახლა მე რა, ეს არის რა იდეა. ეს შეიძლება იყოს მიზანიც, შეიძლება რომ ვიღაცა ქვემიზანი და შეიძლება გვერდით ეფექტი, სადაც დავარქმევთ, არა აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ამ პაკეტში ესეც შემოდის და ეს არის უკვე ძალიან ხანგრძლივი ეფექტის, აი წაღარ რომ გითხე შედეგები, ხო? ხანგრძლივი შედეგი, აი როგორც კორონას დროს ალბობდნენ, რომ მართლა არ ვიცით იმ პანდემიამ და ჩაკეტვამ, ანუ და თელმა იმ პერიოდმა რა ხანგრძლივი შედეგი მოუტანა კაცობრიობას და ცალკეულ ადამიანებს, ჯერ კიდე არ ვიცით, სად გამოყოფს თავს მაშინდელი ჩაკეტვა, იზოლაცია, ტრავმა თუ ნებისმიერი ესეთი გამოცდილება, ისევეა ესეც რადგან რაც უფრო ნელია პროცესი, იმით რომ მეტ დროზეა მერე გათვლილი, ხო? ხა ის გამახსენდა ძალიან კლასიკური არქეტიპული მაგალითია მოსემო 40 წელი ატარა, ხო, ებრაელი ჰერი მაშინ უდაბნოში. ზუსტად მაგიტო, რომ სხვა თაობა დაბადებული ხო. ჩვენ მქონდა ეგ ილუზია საბჭოთა კავშირში რომ დაიშალა, ჰადა გადიოდა ის 40 წელიწადი, რომ ზუსტად ეგ პერიოდი იყო, რაღაცა სხვაგან უნდა წავსულიყავით. დავედით სხვაგან, ოღონდ ცოტა სხვაგან. ხო, სად მივდივარ ჯერ კიდე არ ჯერ კიდე ვიცი, ხო? გაცმა არის. ეს გრძნობები, რომელსაც ინსტრუმენტებად იყენებენ, მაგალითად აი ამ ოპერაციის მმართველები, ხო? გულისხმობ დაცინვას, რაღაცა აგდებულად მოხსენიებას ვიღაცების გაშავებას და ასე შემდეგ. ესეც მეთოდია? გაუფასურება, ჩვეულებრივი გაუფასურება. მე თუ შენ დაგცინი, მე შენ სერიოზულად არ აღიქვა. და მე თუ შენ გამცირებ, ესე იგი ზემოდან გიყურებ. მე თუ შენ მეწოდები, ესე იგი ზემოდან გიყურებ. ესე იგი არ გაქვს ის რაღაცა ღირებულება და ავტორიტეტი, რომ რაღაცას წარმოადგენდე და ვიღაცა მოგისმინოს და შენ რაღაცა შენი აზრს რაღაცა წონა მიეცეს. ხო, იგნორი, დაცინვა, გაშავება, კიდე რაღაცა თქვი. ხო, რაღაცა ეს დაცინვა და დამცირება, ხო. კი, დაკნინება, გაუფასურება, ეს არის ესეთი კლასიკური ერთ-ერთი, სხვათა შორის ალბერტ ბანდურას თეორიაში არის ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი, როდესაც მე ვცდილობ, რომ ჩემი ვექცევები გავმართლო, ერთ-ერთი მექანიზმი ის არის, რომ ვაუფასურებ იმ რაღაცას, ვაკნინებ და ეს დაკნინება და გაუფასურება აქეთ სარგებელს მაძლევს. ხო, აი BBC არაფერი არ არის, ხო, აი BBC ხა ვინ არის? აი BBC არა ის. თერჯოლის ტელევიზია. კი, და ის ვინც მაგას უსმენს, ნახე, BBC არა ის და CNN არა ის, რომ იტყვი, ხო, ის ვინც მაგას უსმენს, ის არ წავა და BBC-ს ინგლისურად ვერ მოусმენს. ანუ ეს არის ინფორმაციის წყარო. და როგორც არ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ BBC ვალიდური ესეთი და მთელი ცხოვრება შეიძლება უსმენდი კიდე ჩვენ თვითონ, ბევრჯერ რომ გაგიმეორებენ, შეიძლება დაფიქრდე, რომ ისე ნეტა მართლა რა სადმა გარანტია, რომ იმათი მოწოდებული ინფორმაცია მართალია და ეგრეა. რა იცი ეს ამას არა აქვს უკეთესი წყარო.
ანუ ისე რა თეორიულად რო ვიფიქროთ რა. ანუ ეჭვის შეტანა საკმარისია და ეჭვის შეტანა დარწმუნებით ნათქვამი ემოციალური ფერის მქონე ფრაზების მოკლე კონკრეტული მესიჯების გამეორება ეს არის აი ბაზისთა ბაზისი რა. სხვა ქვეყნების მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რამდენად შორს ან ახლოს ვართ მაგალითად ვესთან? ჩრდილოეთ კორეასთან? არ მინდა რომ ვიფიქრო მაგაზე სიმართლე გითხრა. რუსეთთან? არ მგონია რომ ძალიან შორს ვართ რუსეთთან და ბელორუსთან. ჩრდილოეთ კორეამდე შეიძლება ცოტა უფრო მეტი გზა გვაქვს გასავლელი. და ინანთან. და სულ ბოლო კითხვა და აღარ მოგაცდენ. აი ამ ყველაფრის მიზანი რა შეიძლება იყოს? ან მე არ ვამბობ რომ მაინდა-მაინც აი ვიღაცა ერთი არის ამის უკან და ის არის ამ თოჯინების მამოძრავებელი, მაგრამ ნუ ეს ოპერაცია რახან მიმდინარე პროცესი არის და რახან მიდის, რაღაცა და ვიცით ეს ინდიკაციები რაც არის, მისი შედეგიც განსაზღვრაც მე მგონი რთული არ არის, ხო და რა არის ეს შედეგი საბოლოო ჯამში? ისეთ რთულ კითხვას მისვა. საკაცობრიო მნიშვნელობის კითხვებზე პასუხების გაცემა მიწევს. იცი რა არის? გაჩნია საიდან შევხედავთ ალბათ რა. ეხლა მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც პოლიტიკური ანალიტიკოსი, რაღაცა გეოპოლიტიკაზე ვერ ვილაპარაკებ და იმაზე, რომ აი ეს ქვეყანა, რომელიც ესეთ ადგილზე ვართ, იქ რაღაცა სტრატეგიული, ანუ არის ეგ რა. იცი რა არის, მოდი ესე გეტყვი. არ ვიცი კონკრეტულად, მაგრამ შემიძლია ჰიპოთეზების და დაშვებების დონეზე ვიმსჯელო, რომ ზოგადად მგონია ხოლმე და სულ ესე ვუყურებ რეალობას, რომ ერთი შრე არასდროს არ არის, ყოველთვის არის ბევრი შრე. ეს ბევრი შრე შეგვიძლია ცალ-ცალკე ჩავშალოთ და მე ერთმანეთთან კავშირები ვნახოთ რა. ის რო არის პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, იდეოლოგიური ეს სხვადასხვა შრეა თემები, რომ ჩვენ სადღაც მართლა გზის გასაყარზე ვართ და იქიდან გამტარი ვართ და იქ ჩვენ იდეოლოგიას გავატარებთ, ფულს გავატარებთ, თუ ნარკოტიკს გავატარებთ, თუ იარაღს, თუ კეთილდღეობას, არ აქვს მნიშვნელობა, გამტარი ვართ. ამ გამტარზე ჭიდაობა სულ იყო, არ არის ეს ახალი, ხო? მაგრამ როგორ კეთდება, ვინ აკეთებს და ვისაც ჭირდება რომ ეს გამტარი, აი საერთოდ ეს თემა წამოიწყოს, იქ რაღაცა პიროვნულ რაღაცეებზე გავდივართ. რომელი პირველი იყო ქათმის და კვერცხის ამბავია, მაგრამ ერთად არის, ანუ ესეთი ჰერმენევტიკული წრეა რა, შეკრული ამბავია. ეს სურვილი ამ სურვილთან არის ბმაში, ეს სურვილი სადღაიციდან მოდის, ну რა ვიცი, ბავშვობაში რაღაცა დააკლდა ვიღაც, ეხლა ცოტა ხუმრობ რა და მაუფასურებ პრინციპში მეც. ბავშვობაში ვიღაცას რაღაცა ყურადღება და ჩახუტება დააკლდა და მერე დიქტატორი გამოვიდა და დიქტატორი რო გამოვიდა დანარჩენებზე იზია შური, რაც რეალურად მამამისა და დედამისის შურის ძიება იყო და ყველა ადამიანში მათ ხედავდა. ხო, აი ესეც შეიძლება შევხედოთ რა. ეს ყველაზე მარტივია, ესე ვთქვათ, მაგრამ ესე მარტივად არ არის. მაგრამ ფაქტია, რომ ათასობით ადამიანი პირდაპირ თუ გადატანით მნიშვნელობით ეწირება ამას და თაობები, რომელიც ჯერ არ ყოფილა. და სულ ბოლო კითხვა. როგორ უნდა გამოვიმუშაოთ რაღაცნაირი მედეგობა ამ ყველაფრის წინააღმდეგ? როგორ შეიძლება რომ წინააღმდეგეთ ინფორმაციის აი ამ ზღვა ნაკადს, რომელიც არ არის ერთგვაროვანი, რომელიც სხვადასხვანაირია, რომელიც სულ მოდის და სულ მოქმედებს, ანუ ისე არ არის სადღაც რაღაც ატარ. ყველაფერი შენ გეხება, ყველაფერი შენ გიკავშირდება. აი როგორ უნდა აღვდგე ამას წინ მოიმუშაო იმისთვის რაღაც რაციონალური მარცვალი შენში არ გაქრეს. იცი რა არის გააჩნია ვინ როგორ გააკეთებს ძალიან ინდივიდუალური რაღაცეები არის ვინ რა ტექნიკა კი არა და სტრატეგია მოერგება ასე ვთქვათ მაგრამ ну игнориრო გამოსავალი არ არის ფაქტია, იმიტომ რომ ну ვერ იქნები ესე სოციალური ცხოველები ვართ ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მუშაობთ და ყოველდღე ხვდებით ერთმანეთს ადამიანები. დაფილტრო არის გამოსავალი ალბათ. დაფილტრო, მაგრამ რას უყურო და რას მოусმინო და რას არა ამის კომპეტენციაც უნდა გქონდეს. ან უნდა აირჩიო რაღაცა წყარო, რომელიც სანდო არის, არ ვიცი ამ სანდო მას როგორ განსაზღვრავ მე, თუნდაც უსმინო მარტო BBC-ს პირობითად ვამბობ რა. არ ნახო რაღაცა არხები, ვიღაცები არიან, მაგალითად იმასაც უსმენ, იმასაც შეიძლება გაგიჟდე მე გადაირიო რა. გააჩნია რა მოდი ასე ვთქვათ, რამდენი რა დოზა არ შეგიშლის ხელს ფუნქციონირებაში რა. თუ გინდა რომ შეინარჩუნო ფუნქციური დონე, იყო პროდუქტული, იმუშაო კიდეც, იცხოვრო კიდეც და არსებობას არ დაემსგავსო შენი ყოფნა და რაღაცა შინაგანი ბალანსი და ფსიქიკური ჯანმრთელობა შეინარჩუნა, well-being-ი, რაც არის კარგად ყოფნის განცდა, ალბათ
რაღაცნაირად უნდა არეგულირო იმ ინფორმაციის ოდენობა და შინაარსი, რომელიც შემოდის. ეს როგორ გააკეთო და ვის როგორ გამოუვა, მომაზე შეიძლება უამრავ ამაზე კიდე ცალკე შეიძლება ფული აკეთოს, ვიღაცამ ტრენინგები ატაროს, როგორ ვფილტროთ ინფორმაცია მაგალითად რა. ანუ რეალურად არ არის ერთი რაც, მე არ მაქვს ერთი რეცეპტი ყოველ შემთხვევაში რა. ხა მე როგორ ვაკეთებ, ეს ჩემი პირადი საქმეა. ხა ამაზე საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ ალბათ ის არის, რომ მაქსიმალურად გაცნობიერებულად ყოფნა არის გამოსავალი, სად ვართ, რა ხდება ჩვენ თავს, მე სად ვარ ამ პროცესში და მე რა მინდა რომ გავაკეთო ამ პროცესისთვის, იმიტომ რომ თუ ყველამ ხელი დაიბანა და წავიდა, არაფერი არ გამოვა ეგრე. ყველამ ჩვენი აგური თუ დავდვეთ, არ ვიცი, არ ვარ პესიმისტი ზოგადად, მაგრამ ეხლა ვცდილობ რაღაცა ოპტიმისტური და პოზიტიური მოვძებნო, რომ კიდე რაღაცა იმედი არის სადღაც, რომ შეუქცევადი პროცესი არ არის, მაგრამ მე მიჭირს პირადად რა და როგორ ვქნათ, ხო აი საკუთარ თავს ვიმეგობროთ ალბათ ესე. ვეძიოთ გამოსავალი. ვეძიოთ. ლილი ხეჩუაშვილი, დიდი მადლობა.